საბედის ტერორეისი ბაქოდან და განგაში სიგნალი კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე აზერბაიჯანში გლოვა. აზერბაიჯანული ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა. ლაინერი, რომელიც გროზნოს მიმართულებით მიფრინავდა ყაზახეთის ქალაქ აქტაუს აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა. გამოძიება დაწყებულია, ვრცელდება კატასტროფის რამდენიმე ვერსია. ეს კადრები ყაზახეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ აქტაუს აეროპორტის სიახლოვესაა გადაღებული, სადაც დღეს დილით აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის დროს ბორტზე სულ 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 5 ეკიპაჟის წევრი. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ მალევე ცნობილი გახდა, რომ 32 ადამიანი კატასტროფას ცოცხალი გადაურჩა. როგორც ყაზახეთის ბავშვთა ომბუდსმენი წერს, გადარჩენილებს შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვიცაა. დაღუპულების ზუსტი რაოდენობა არ ვრცელდება, თუმცა თუ თვითმფრინავში მყოფი მგზავრების სია სწორია, მაშინ გარდაცვლილია 35 ადამიანი. ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, ბორტზე მყოფთა შორის 37 აზერბაიჯანის მოქალაქე იყო, რუსეთის 16, ყაზახეთის 6 და 3 ყირგიზეთის. საგანგებო სამსახურები და ტექნიკა დაუყოვნებლივ გავაგზავნეთ აეროპორტში, რომ სიტუაციას გაუმკლავდეს. ჩვენი ინფორმაციით, თვითმფრინავი აეროპორტიდან 3 კილომეტრში ჩამოვარდა. აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი ემბრაერი ბაქოდან ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ასრულებდა ფრენას. თუმცა, როგორც რუსული მედია იუწყება, უამინდობის გამო მას ორჯერ მოუწია მარშრუტის შეცვლა. თვითმფრინავი ჯერ დაღესტანში, კერძოდ მახაჭყალაში გადაამისამართეს და შემდეგ კი კასპიის ზღვის მეორე მხარეს მდებარე ყაზახეთის ქალაქ აქტაუში. ამ ეტაპზე თვითმფრინავის ჩამოვარდნის ერთ-ერთ მთავარ ვერსიად განიხილება ლაინერის სისტემის მწყობრიდან გამოსვლა. რუსული მედია იმასაც წერს, რომ თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავს სავარაუდოდ ფრინველების გუნდი შეეჯახა. ამასთან გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის კორპუსზე არსებული დაზიანებები ჩანს, რაც სავარაუდოდ გარედანაა მიყენებული. აღსანიშნავია ისიც, რომ კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე ეკიპაჟმა განგაში სიგნალი გააგზავნა დისპეჩერებთან. ამჟამად გამოძიება გრძელდება ყაზახეთის პროკურატურასთან მჭიდრო თანამშრომლობით. მიმდინარეობს ყველა შესაძლო ვერსიის გამოძიება და ყველა აუცილებელი ღონისძიება ტარდება. ჯერჯერობით გამოძიების რამე კონკრეტულ შედეგზე საუბარი ნაადრევია. ყაზახეთის აეროპორტთან ავიაკატასტროფა მაშინ მოხდა, როდესაც რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასობრივი საჰაერო იერიში მიიტანა. გამოყენებული იყო ფრთოსანი რაკეტები და დრონებიც. პარალელურად კი რუსეთში ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებს უკრაინიდან უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს. ვლადიკავკაზში დრონის ნამსხვრევების საბაჭრო ცენტრზე დაცემის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი, კიდევ 1 კი დაშავდა. ჩრდილოეთ ოსეთის გარდა თვითმფრინავის ტიპის დრონი დღეს დილით ასევე ჩამოვარდა ინგუშეთშიც. ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა ჩეჩნეთის დედაქალაქზეც. ყაზახეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ აზერბაიჯანის ავიახაზებმა გროზნოსა და მახაჭყალას მიმართულებით რეისები დროებით შეაჩერა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელიც სანქტ-პეტერბურგში იმყოფებოდა, ვიზიტი სასწრაფო წესით შეწყვიტა და ბაქოში დაბრუნდა. ალიევს დსთ-ს წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალურ სამიტში უნდა მიეღო მონაწილეობა. აზერბაიჯანის პრეზიდენტს მომხდართან დაკავშირებით პირველებმა რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებმა მიუსამძიმრეს და კატასტროფის მიზეზების დადგენაში დახმარებაც შესთავაზეს. აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნისას დაღუპული მგზავრების ოჯახებს სოციალური ქსელით მიუსამძიმრა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ასევე არესტრებოდა დსთ-ს სამიტს რუსეთში. აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს სამძიმრის წერილი გაუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. აზერბაიჯანელ ხალხს მიუსამძიმრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმაც. მოხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და აზერბაიჯანელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა. აზერბაიჯანული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო აზერბაიჯანში 26 დეკემბერს გლოვა გამოცხადდა.